მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვაპირებ გესაუბროთ მიკროსერვისებზე და ვაპირებ ეს გავაკეთო რა თქმა უნდა მარტივი ენით. მოდით დავიწყოთ ჯერ მოტივაციით, თუ რატომ უნდა გვაინტერესებდეს მიკროსერვისები. მიკროსერვისული არქიტექტურა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიდგომაა პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში. მისი მთავარი იდეაა ამასშტაბიროს ჩვენი გუნდები და სერვისები ისე, რომ მათ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. თითოეული სერვისი პასუხისმგებელია მხოლოდ თავის კონკრეტულ ფუნქციაზე და მუშაობს დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ არის, რომ დიდი ტექნოლოგიური გიგანტები ისეთები როგორიც არის Google, Meta, Netflix-ი ამ მიდგომას იყენებენ. როცა სწორად გამოიყენება მიკროსერვისები, კომპანიას აძლევს საშუალებას ასობით და ათასობით პროგრამისტი ამუშაოს პარალელურად, ისე რომ არ იყვნენ ერთმანეთზე დამოკიდებულები. შედეგად იქმნება უზარმაზარი სისტემები, რომლებიც ემსახურებიან მილიარდობით მომხმარებელს, თანაც დაბალი ხარჯებით. მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ. მიკროსერვისები არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მოგვიგვარებს. თუ ისინი არასწორად იქნა დანერგილი, ან კომპანია მზად არ იყო ამ ცვლილებებისთვის, მაშინ შეიძლება ყველაფერი ბევრად უფრო რთული და ძვირი გახდეს, ვიდრე ადრე იყო. დღეს ვიდეოში განვიხილავთ, რა პრობლემები აქვთ მონოლითურ სისტემებს, მიკროსერვისების უპირატესობებს, მიკროსერვისების მინუსებს, როგორც ვთქვით, უნაკლო არაფერია და ყველაფერს აქვს მინუსები. ასევე გავივლით მიკროსერვისებზე გადასვლის მიდგომებს და გავცემთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას პასუხს: მიკროსერვისები თუ მონოლითი. ამ ყველაფერს გავაკეთებთ მარტივი ენით, რომ არატექნიკური ადამიანებისთვის ყველაფერი მარტივად გასაგები იყოს და ვიდეოს ბოლოს თქვენ შეგეძლოთ გააზრებულად გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა მიკროსერვისული არქიტექტურა და მოგიტანთ თუ არა ბენეფიტს, რესურსის ამ მიმართულებით დახარჯვა. ახლა კი სანამ მიკროსერვისებზე გადავალთ, გავიაროთ მონოლითური არქიტექტურა, რომ ნათლად დავინახოთ, რა პრობლემებს ქმნის მონოლითი და შესაბამისად რა პრობლემებს აგვარებს მიკროსერვისები. მონოლითშიც და მიკროსერვისებშიც ყველაფერი იწყება მომხმარებლებით და ჩვენი მომხმარებლები ჩვენს აპლიკაციას უკავშირდებიან ვებ და მობაილ ფრონტენდის საშუალებით. ეხლა რა არის ფრონტენდი? ფრონტენდი არის ცალკე მდგომი აპლიკაცია, პროგრამა, რომელიც ვების შემთხვევაში არის ხოლმე დაწერილი როგორც წესი რომელიმე JavaScript framework-ზე და მობაილის შემთხვევაში Android-ზე იქნება დაწერილი Java-ზე ან Kotlin-ზე, iOS-ის შემთხვევაში Swift-ზე. ფრონტენდზე თანხმდებით, რომ ის არის ყველაფერი, რასაც ვხედავთ ჩვენს ბროუზერებში ან მობილურ მოწყობილობებში. ეს ჩვენი ფრონტენდი ქსელის ინტერნეტის საშუალებით უკავშირდება ჩვენი აპლიკაციის მთავარ ნაწილს, backends. Backend-ი არის ჩვენი აპლიკაციის მთავარი ნაწილი, ადგილი, სადაც თავმოყრილია პროგრამის სრული ფუნქციონალი. Backend-ს სწორედ ამიტომ ქვია, რომ ის დგას აპლიკაციის უკან და მომხმარებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც იცის მისი არსებობის შესახებ. როდესაც მომხმარებელი აპლიკაციაში რაიმეს აჭერს ხელს ან შეყავს ინფორმაცია, HTTP call-ის საშუალებით ფრონტენდი უკავშირდება backend-ს და backend-ი პასუხობს კონკრეტულ მოთხოვნაზე. Backend-ი თავის მხრივ უკავშირდება მონაცემთა ბაზას და ეს სამი შრე ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას და სწორედ ამიტომ არის, რომ მონოლითურ არქიტექტურას ასევე სამშრიან არქიტექტურასაც ეძახიან. ისტორიულად, როდესაც იწყებდნენ დიდი პროგრამის, სისტემის, აპლიკაციის, რაც გინდათ დავარქვათ წერას, ყველაფერს წერდნენ ერთ ადგილას. მთელი ფუნქციონალი იწერებოდა ერთ ადგილას და სწორედ ამიტომ ქვია ამ არქიტექტურას მონოლითი, რადგან ის არის განუყოფელი და რაც დრო გადის და ეს ჩვენი მონოლითი იზრდება, ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა ტიპის პრობლემები და სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ დღეს ვიდეოში. პირველი არის დამოკიდებულება. როგორც ხედავთ ვიზუალიზაციას, ჩვენი არქიტექტურა ჩავშალე და backend-ში სადემონსტრაციოდ 4 მოდული დავხატე. მაგალითები იქნება საბანკო სოფტის მაგალითზე. დავუშვათ, რომ გვაქვს backend-ში 4 მოდული. ესენია სესხები, ბარათები, კლიენტები და ანგარიშები. რა თქმა უნდა, აქ 4-ის ნაცვლად რეალურად 500-ზე მეტი მოდულია, მაგრამ სადემონსტრაციოდ 4-იც გვაყოფა. გვაქვს ესეთი არქიტექტურა: ფრონტი, back-ში 4 მთავარი მოდული და ერთი დამხმარე სერვისი SMS სერვისის სახით. პირველი პრობლემა იწყება, როდესაც ეს ჩვენი მოდულები იყენებენ ერთმანეთის ფუნქციონალს. მაგალითად, კლიენტები იყენებს ბარათების ფუნქციონალს, ბარათები იყენებს სესხების ფუნქციონალს, სესხები იყენებს ანგარიშების ფუნქციონალს და ასე შემდეგ. და როდესაც backend-ი ხდება ძალიან დიდი, როდესაც სხვადასხვა გუნდები მუშაობენ ამ ყველაფერზე, მან შემოდის უკვე პრობლემები. მაგალითად, კლიენტების გუნდმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს ცვლილება კლიენტების ფუნქციონალში და დაამატოს ერთი ახალი ველი, რომელიც მერე SMS-ის საშუალებით გაეგზავნება მომხმარებელს ტრანზაქციის გატარების დროს. ძალიან მარტივი დავალება იდეაში.
რა ხდება ახლა ასეთ შემთხვევაში? გუნდი გააანალიზებს ამოცანას, დაწერენ ტექნიკურ დოკუმენტს და პროგრამისტი იწყებს ცვლილებაზე მუშაობას. პროგრამისტმა ნახა, რომ ფუნქციონალი, სადაც უნდა შეიტანოს ცვლილება, კლიენტების გარდა ასევე გამოიყენება სესხებშიც და ბარათებშიც. რადგან ეს ფუნქციონალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთზეა დამოკიდებული, პროგრამისტს უწევს ასევე გაარჩიოს სესხების ნაწილი და ბარათების ნაწილიც, რომ რაიმე არ გაუფუჭოს სხვა გუნდს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როცა კომპანიაში გუნდები დაყოფილია. ამ გუნდებში შემავალი პროგრამისტი იქნება თუ ანალიტიკოსი, სპეციალიზირდება მხოლოდ თავის გუნდში არსებულ ფუნქციონალზე. შესაბამისად, სხვისი კოდის გარჩევა უკვე დიდ დროს მოითხოვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ჩვენი პროგრამისტი დაჯდა, შეიტანა ცვლილება კლიენტებში, სესხებშიც და აღმოჩნდა, რომ ბარათების ნაწილში ბაგი გაუშვა. აქედან იწყება დარწმუნებული ვარ ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია, ვისაც დიდ მონოლითურ სისტემაზე უმუშავია. კლიენტების გუნდი იძახის, რომ ჩვენ მხოლოდ კლიენტებში შევიტანეთ ცვლილება, ჩვენ მაგას არ შევხებივართ. ბარათები იძახის, რომ თქვენ გაგვიფუჭეთ ფუნქციონალი. ასეთ სიტუაციაში პრინციპში ორივე გუნდი მართალია. კი, კლიენტები არ შეხებიან ბარათების ფუნქციონალს იდეურად, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ეს არის მონოლითი და ეს არის განუყოფელი და ეს ფუნქციონალი ერთმანეთშია გადაჯაჭვული, გამოვიდა ისე, რომ ერთი საქმის გაკეთებით მეორე გაფუჭდა. პროგრამაში ხომ არ არის მხოლოდ ბიზნეს ფუნქციონალი. პროგრამაში არის ბევრი დამხმარე ფუნქციები, რომელიც წინ არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. შესაბამისად, ეს ფუნქციონალი არ ეკუთვნის არავის, მაგრამ ყველა იყენებს. რომ შევაჯამოთ, მონოლითში გუნდები არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები, თან ძალიან მჭიდროდ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არაა ცალსახად განსაზღვრული. როდესაც ერთი და იგივე ფუნქციონალს იყენებს 10 გუნდი, ვის ეკუთვნის ეს ფუნქციონალი, ამას ვერ განსაზღვრავ. თავის მხრივ არავის არ უნდა რომ მას ეკუთვნოდეს, მაგრამ თუ რაიმე გაფუჭდა, ყველას პრობლემაა. როდესაც პასუხისმგებლობა არაა განსაზღვრული, შესაბამისად არც არავინ იკლავს თავს ამ ფუნქციონალის მოვლით. დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ეს ის ორი დიდი პრობლემაა, რომელიც დიდ მონოლითურ სისტემებს თან ახლავს და როდესაც კომპანია იზრდება, ძალიან დიდი პრობლემა ხდება მისთვის. რომ დაუბრუნდეთ ჩვენ გუნდებს, წავიდა ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია, შენ გამიფუჭე, არა მე არ გამიფუჭებია, მთელი დილა შეხვედრები, დაძაბული საუბრები და ბოლოს მალევე მიხვდნენ, რომ უნდა გაუშვან ეგრეთ წოდებული ფიქსი, რომ სისტემა დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქ არის კიდევ ერთი საინტერესო კითხვა, ვინ უნდა გაასწოროს ეს კოდი? კლიენტებმა თუ ბარათებმა? როცა პასუხისმგებლობა არაა ცალსახად განსაზღვრული, ამ კითხვაზეც არ არსებობს ცალსახა პასუხი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ასწორებს ის, ვისაც უფრო მეტად ტკივა და ასევე ვინც უფრო კარგად ერკვევა კონკრეტულ ფუნქციონალში. ამ შემთხვევაში დიდი შანსია ეს იყოს ბარათების პროგრამისტი. მოკლედ გაასწორეს ეს ჩვენი ბაგი და აქ უკვე მივედით შემდეგ დიდ პრობლემასთან, რომელიც არის განახლება მონოლითურ სისტემებში. რა არის განახლება? როდესაც ბაგი გასწორდა, საჭიროა რომ ეს გასწორებული ვერსია გადავიდეს სერვერზე. ამისთვის რას ვაკეთებთ? საქმეში ვთავთ DevOps-ის გუნდს, რომლის მოვალეობაც არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ჩვენი გასწორებული კოდის ვერსია გადაიტანოს production server-ზე. მაგრამ სანამ ბარათები და კლიენტები არ ყვნენ, ვის რა უნდა გაესწორებინა და სანამ გაასწორეს კოდი, ისე რომ ამის შესახებ არაფერი იცის, ანგარიშების პროგრამისტმა თავის კოდში შეიტანა პატარა ცვლილება, რომელიც ამ გასწორებულ ვერსიასთან დაიმერჯა. საქმეში ჩაერთვნენ ამის მერე DevOps-ები და ეს ახალი ეგრეთ წოდებული ფიქსი გადაიტანეს სერვერზე. ამით რა მოხდა? როგორც სლაიდზე ხედავთ, ჩვენი ბექენდი პირობითად ვერსია 1.0 მოიხსნა და დაბექაპდა. ჯერ არ ვშლით ამ ვერსიას და ამის ადგილას ჩაჯდა ახალი ვერსია პირობითად 2.0. მორჩა, ამით დასრულდა ბარათების პრობლემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ანგარიშის პროგრამისტმა რომ ცვლილება შეიტანა, მანაც ბაგი გაუშვა. კი იკითხავთ, რომ ტესტერები რას აკეთებენ, ავტომატიზაცია რა შვება, მაგრამ რა გავაკეთოთ, ყველაფერი ხდება, production-ზე ბაგი ყველას ეპარება. პატარა კომპანიასაც, დიდებსაც. მოკლედ, ანგარიშებმა ბაგი გაუშვა და გვიწევს ისევ ძველ ვერსიაზე დაბრუნება. სწორედ იმ ვერსიის, რომლის გამოც დილით უკვე დახოცეს ერთმანეთი კლიენტებმა და ბარათებმა. ამისათვის საჭიროა, რომ ის ძველი ვერსია, რომელიც მოხსენით, მაგრამ არ წავშალეთ, დავაბრუნოთ production-ზე და ახალი ვერსია მოხსნათ საერთოდ და სისტემა განაახლებს მუშაობას. მაგრამ აქაც გვაქვს ერთი დიდი პრობლემა. ვინაიდან და რადგანაც ეს არის მონოლითი და ეს არის განუყოფელი, ჩვენ მოგვიწია არა მხოლოდ ანგარიშების დეველოპერის ცვლილების გაუქმება, არამედ ყველა იმ ცვლილების, რომლებიც ბარათებმა და კლიენტებმა შეიტანეს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.
მონოლითში არ ვართ მოქნილები. ყოველთვის მუშაობს ან ყველაფერი ან არაფერი პრინციპით. პასუხისმგებლობას ვერ ვანაწილებთ, გვიწევს ერთმანეთის დალოდება. შეიძლება შენ დაასრულე კონკრეტული დავალება, მაგრამ ორი კვირა ელოდები სხვა გუნდს, სანამ დაასრულებს თავიანთ ტასკებს, რომ გადაიტანო პროდაქშენზე. რაც დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველაფერი აჩქარებულია, ასეთი შეფერხება ბიზნესის განვითარების ძალიან დიდი პრობლემა არის. განახლებიდან გადავიდეთ მონოლითის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე. ეს არის მასშტაბირება. რომ დაუბრუნდეთ ჩვენს არქიტექტურას, გვაქვს ფრონტი, ბექი და ბაზა. და ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ბექენდი დევს სერვერზე, რომლის ღირებულებაც არის პირობითად $3000. რეალურად ბევრად ძვირი ღირს შეიძლება $100,000 ღირდეს, მაგრამ სადემონსტრაციოდ ვთქვათ, რომ $3000. პირველ რიგში ავხსნათ რა არის სერვერი. სერვერი არის უბრალოდ ძალიან ძლიერი კომპიუტერი, რომელსაც აქვს სასრული რესურსი. ძალიან ძლიერი პროცესორები, სწრაფი მყარი დისკები, ბევრი ოპერატიული მეხსიერება, მაგრამ მაინც სასრული. რაც გვაქვს კონკრეტულ მანქანაზე, იმაზე მეტი ფიზიკურად ვერ გვექნება. და რომ გავიაროთ შემდეგი სცენარი, დაუშვათ არის შავი პარასკევი. გუშინ იყო მართლა შავი პარასკევი 28 ნოემბერი. შესაბამისად გავიაროთ ეს სცენარი. რა თქმა უნდა, შავ პარასკევს მოთხოვნა იზრდება ბანკში განვადებაზე და სესხების სერვისი შესაბამისად იტვირთება. ამიტომ გვჭირდება ვამასშტაბიროთ ჩვენი ბექენდი, რომ დატვირთვა გადავანაწილოთ. ამისთვის რას ვაკეთებთ? უბრალოდ ვიღებთ ჩვენს ბექენდს, ვაკოპირებთ 3-ად დაუშვათ და ვდებთ 3 ერთნაირ სერვერზე. ადრე თუ 100% დატვირთვა მოდიოდა ერთ სერვერზე, ეხლა რომელიმე load balancer პროგრამის დახმარებით, ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ, რომ ეს არის Nginx-ი, დაახლოებით 33% წამოვა თითო სერვერზე. და ამით დატვირთვა გადანაწილდება. შესაბამისად, ხარჯი გაგვეზდება. მაგრამ აქაც მივედით იქ, რომ რეალურად მხოლოდ სესხების მოდული იყო დატვირთული. სხვა მოდულები, კლიენტები, ანგარიშები, ბარათები არანაირ პრობლემას არ ქმნიდნენ და მუშაობდნენ ჩვეულებრივად, მაგრამ რადგან ეს არის მონოლითი და რადგან ეს არის განუყოფელი, აქაც მოგვიწია ზედმეტი ხარჯის გაღება და სრული სისტემის მასშტაბირება. და ეს დიდ სურათში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როდესაც ჩვენ გიწევს ამასშტაბიროთ ძალიან დიდი სისტემა იქ, სადაც რეალურად არ გჭირდება, როდესაც ხარ ძალიან დიდი კომპანია და გაქვს ათასობით სერვისი, ძალიან მნიშვნელოვანია რესურსების დაზოგვა. სწორედ ამიტომ იყენებენ დიდი კომპანიები მიკროსერვისებს, რომ უბრალოდ იაფი უჯდებათ. რომ შევაჯამოთ მონოლითური აპლიკაციები, გვაქვს პრობლემები პასუხისმგებლობის განსაზღვრაში, ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულები, რთული და ძვირია მასშტაბირება, კოდი ძალიან იზრდება და შესაბამისად ახალი თანამშრომლების ეგრეთ წოდებული onboarding-ი ძალიან რთულდება. გადაწყვეტილების მიღება რთულდება, რადგან გიწევს ძალიან ბევრი შეხვედრის ჩაგდება, რომ შევათანხმოთ სხვა გუნდებთან თითოეული ნაბიჯი და არ ვართ მოქნილები ცვლილებებზე. გვიწევს ასევე ერთმანეთზე ლოდინი. ეს ის პრობლემებია, რომელიც თანამედროვე სამყაროში უკვე ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ბიზნესს. როდესაც ახალი ფუნქციონალის გაშვება გინდა, აუცილებელია ეგრეთ წოდებული time to market-ის დროის შემცირება, რადგან შენ თუ არ გაუშვებ პირველი, შენი კონკურენტი გაუშვებს აუცილებლად. გადავედით ახლა მიკროსერვისებზე. როდესაც პრობლემები, რომელიც ჩამოთვალე შეექმნათ დიდ ტექნოლოგიურ გიგანტებს, დასხდნენ და დაიწყეს ფიქრი, როგორ მოეგვარებინათ ეს პრობლემები. 2005-დან უკვე გამოჩნდა ტერმინი მიკროვებ სერვისის, მაგრამ მიკროსერვისული მიდგომა, როგორც არქიტექტურა, რეალურად 2011-დან იღებს სათავეს, როცა ამ ტერმინის გამოყენება დაიწყეს software არქიტექტურის კონფერენციებზე. 2013-14-დან უკვე დიდი პოპულარობა პოვა და მას მერე რეალურად ამ მიდგომას იყენებს ყველა დიდი კომპანია. კარგით, გვეყოფა ახლა ისტორია და გავარჩიოთ რა არის მიკროსერვისები. ესეც არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ გადაწყდა, რომ მოდი გავიყოთ და ადრე თუ ყველაფერს ერთად ვწერდით, ეხლა ცალ-ცალკე სერვისებად დავალაგოთ. სერვის კონდეს თავისი სერვერი, მონაცემთა ბაზა და იყოს დამოუკიდებელი აპლიკაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიკროსერვისად მხოლოდ ჩაითვლება ის სერვისი, რომლის ფიზიკურად გათიშვით ითიშება მხოლოდ თვითონ და არ თიშავს სხვა სისტემებს. მაგრამ აქ შემოდის ასეთი რაღაც. ოკეი, გავიყოთ ცალკე სერვისებად, მაგრამ იდეურად ისევ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მაგალითად, სესხი რო გავიდეს, ისევ გჭირდება კლიენტი და ანგარიშები, ანგარიში რო შეიქმნას, გჭირდება კლიენტი, ბარათი რო დარეგისტრირდეს, გჭირდება კლიენტი და ანგარიში, ანუ იდეურად, რა თქმა უნდა, ისევ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ცალკე პროგრამები. Kafka და RabbitMQ მაგალითად, რომელსაც ვეძახით message broker-ებს. ეხლა რა არის message broker-ი? ცალკე მდგომი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული შეტყობინებების დამუშავებას.
ის მუშაობს ერთგვარი რადიოს პრინციპით. მაგალითად, როდესაც იქმნება სესხი, სესხის სერვისი არის პროდიუსერი, ანუ წარმოებელი, აწარმოებს შეტყობინებას, რომ შევქმენი სესხი და მჭირდება ანგარიში. ამ შემთხვევაში ანგარიშების სერვისი არის კონსუმერი, მომხმარებელი, რომელიც უსმენს ამ არხს და როგორც კი ჩავარდება მოთხოვნა, იწყებს ამ მოთხოვნის დამუშავებას. თუ ერთხელ ვერ დაამუშავა ეს მოთხოვნა, ცდის იმდენჯერ, სანამ არ დაამუშავებს წარმატებით. RabbitMQ შემთხვევაში, როდესაც დაამუშავებს ამ მოთხოვნას, Q-დან რიგიდან წაშლის. Kafka-s შემთხვევაში retention-ის მიხედვით ინახავს ამ მონაცემებს. ეს ერთგვარი ფუნდამენტალური განსხვავებაა Kafka-s და Rabbit-ის შორის. ეს არის მარტივად რომ ავხსნათ Kafka-s და RabbitMQ-s პრინციპი. რა თქმა უნდა, message broker-ები საკმაოდ დიდი თემაა და მომავალში ვგეგმავ ამაზე ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ მანამდე სიტყვაზე მენდეთ რომ ამას აკეთებს. ეხლა, როდესაც ზედა დონეზე განსაზღვრეთ, რა არის მიკროსერვისი და ასევე განსაზღვრეთ, რომ ისინი საუბრობენ ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებული პროტოკოლით, ანუ მე ვაგზავნი მოთხოვნას და ვიცი, რომ ეს ანგარიში შეიქმნება, ეხლა ვისაუბროთ, რა ბენეფიტებიც უნდა ველოდოთ ამ მიდგომისგან. პირველი არის ორგანიზაციის მასშტაბირება და კი ორგანიზაცია და არა სერვისები. სერვისები არის უბრალოდ ხელსაწყოები, რომელსაც ვაძლევთ ბიზნესს. თუ ორგანიზაცია არ არის მიკროსერვისულად დაშლილი, ჩვენ რა სერვისებიც არ უნდა ვწეროთ, მაინც ბენეფიტს ვერ მივიღებთ. თუ კონკრეტული გუნდი ნებისმიერი ცვლილების დროს მაინც დაიწყებს 10 შეხვედრის ჩაგდებას და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს დამოუკიდებლად, მაშინ რა სერვისებიც არ უნდა დავწეროთ, აზრი არ აქვს. ამიტომ პირველი იშლება ორგანიზაცია, გუნდები ხდებიან დამოუკიდებლები და მხოლოდ ამის შემდეგ აქავს აზრი ტექნიკურად სერვისების დაწერას. შემდეგი არის კოდის სიპატარა. კოდი არის პატარა. კოდი მიკროსერვისებში არის პატარა, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს ძალიან პატარა. მთავარია აკმაყოფილებდეს მიკროსერვისების პრინციპებს, რომელზეც მიგრაციაში ვისაუბრებთ, მაგრამ კოდი ყველა ვარიანტში პატარაა, ვიდრე სრული მონოლითი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მარტივად დავაუმბურდოთ თანამშრომლები. კოდის გარჩევას აჭირდება ძალიან დიდი დრო. ბილდის დრო მცირდება. როდესაც pipeline-ი ეშვება და თუ იყენებთ მაგალითად ფასიან ბილდერებს, თანხას ვიხდით წუთებში, რამდენი წუთი მუშაობდა კონკრეტული ბილდერი. როდესაც გაქვს ძალიან დიდი სისტემა და ასობით დეველოპერი აგზავნის pull request-ებს, ბილდერები თითქმის სულ მუშაობენ. შესაბამისად, ამაშიც თანხა იზოგება. როდესაც სერვისი პატარაა და ბილდის ცოტა დრო ჭირდება, მაგალითად მიკროსერვისში კლიენტების პროგრამისტი რომ გამოაგზავნის pull request-ს და pipeline-ი გაეშვება, დაიბილდება მხოლოდ კლიენტების სერვისი და ამას ცოტა დრო დაჭირდება. ხოლო მონოლითში იგივე კლიენტებში პატარა ცვლილებაზე სრული სისტემა უნდა დაიბილდოს და ამას გაცილებით მეტი დრო ჭირდება. მარტივდება ასევე ტესტირება. როდესაც სერვისი ერთი გუნდის ქვეშ არის, ტესტ кейსები, მანუალ და ავტომატური ტესტირება ბევრად დალაგებულია. ტესტერებმა ძალიან კარგად იციან თავისი სერვისის ფუნქციონალი და ყველა შესაძლო ვარიანტით ტესტავენ. ასევე მარტივდება და ძალიან მაგარია რომ მარტივდება გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი მიკროსერვისებში, როდესაც გუნდი გადაწყვეტილებას იღებს ისე რომ არ ჭირდება 10 კაცთან შეთანხმება. დიდ კომპანიებში, როდესაც რაღაცის შეთანხმება გინდათ და საჭირო შეხვედრის ჩაგდება, დიდი შანსია ორშაბათს მოგიწიოს შეხვედრის დანიშვნა პარასკევისთვის. რადგან მანამდე არ ეცალოს ხალხს. ასევე არ ხარ დარწმუნებული, რომ ერთი შეხვედრით გადაწყვეტილებას მიიღებ, რადგან როდესაც ბევრი ადამიანია ჩართული, ყოველთვის ისმის აბსტრაქტული კითხვები, რომელზეც ცალსახა პასუხი შეიძლება ვერ გასცე. შესაბამისად, მოგიწიოს შეხვედრის კიდევ გადადება და ამაში ჩემი გამოცდილებით იმაზე ბევრად მეტი დრო იხარჯება, ვიდრე თავად კონკრეტული ამოცანის განხორციელება სჭირდება. ამიტომ, როდესაც გუნდი დამოუკიდებელია და მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, ეს კომპანიას მეტად კონკურენტუნარიანად აქცევს. კონკრეტული სერვისის ინფრასტრუქტურა ჯდება ძალიან იაფი. ეს ნიშნავს, რომ რესურსებს აანაწილებ კონკრეტული სერვისის მოთხოვნიდან გამომდინარე. თუ სერვისი არ არის დატვირთული, არ გჭირდება დიდი რესურსი და შეგიძლია გაყო მონოლითისგან განსხვავებით. ტექნოლოგიაში არ ხარ შეზღუდული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია არის მსოფლიო მასშტაბის და რეგიონების მიხედვით ყავს დეველოპერები. მაგალითად, საქართველოში თუ C# პოპულარულია, ევროპაში პირიქით, თითქმის არავინ იყენებს C#-ს. შესაბამისად, ევროპაში თუ გაქვს ოფისი, გირჩევნია აიყვანო მაგალითად Go-s ან Java-s დეველოპერები, რადგან ბევრად იაფი დაგიჯდება. შემდეგი არის მოქნილობა. დავუბრუნდეთ ახლა არქიტექტურულ ნაწილს და განვიხილოთ მიკროსერვისების მოქნილობა. რას გულისხმობ მოქნილობაში? განვიხილოთ ისევ სცენარი, რაც მონოლითში და ამჯერად პროგრამისტმა ცვლილება ისევ შეიტანა კლიენტებში.
გატესტა და გაუშვა. ასევე პროგრამისტი 2-მა შეიტანა ანგარიშებში ცვლილება და გაუშვა. მიკროსერვისებში გუნდი არ არის შეზღუდული და არ არის ჩარჩოში. როდის განაახლოს თავის სერვისი ან როდის კონდეს რელიზი, ამას წყვეტს თავად გუნდი. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ცალსახად განსაზღვრულია. მუშაობს შენი ბრალია, არ მუშაობს შენი ბრალია. ვერ იტყვი, რომ სხვამ გაგიფუჭა სერვისი ან სხვამ შემიშალა ხელი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აჩქარებს პროცესებს და ზრდის ცვლილებების სიჩქარეს. ვერ გაუფუჭებს სხვას ფუნქციონალს როგორც მონოლითში. ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაგი, მაგრამ თუ ცვლილება არ განხორციელებულა, ბაგი ვერ იქნება ფიზიკურად, რადგან სხვა სერვისთან აღარ გაქვს დამოკიდებულება. მოქნილობიდან გადავიდეთ იზოლაციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა მიკროსერვისების. პირველ რიგში ახალი არქიტექტურა წარმოვიდგინოთ. მომხმარებლები და ფრონტენდი, რა თქმა უნდა, რჩება და გვემატება API Gateway, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, არის გამტარი, ცალკე მდგომი API, რომელიც უკავშირდება ჩვენს მიკროსერვისებს. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ეს არის სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ტრაფიკს ატარებს ჩვენი მიკროსერვისებისკენ, რომ ფრონტენდმა კომუნიკაცია აწარმოოს მხოლოდ ერთ API-სთან და უკვე ეს gateway დაუკავშირდეს მიკროსერვისებს. ჩვენი 4 სერვისი გვაქვს ისევ ცალკე მდგომი ცალკე სერვერებზე, ასევე გვაქვს ცალკე მდგომი მონაცემთა ბაზა. შეიძლება დაუძახოთ მას legacy სისტემის ბაზა, ზოგადად არ არსებობს იდეალური სამყარო. Software არქიტექტურაშიც ასეა. რეალურად რაც მინახია და გამიგია და ბევრი მინახია და საკმაოდ ბევრისგან გამიგია, მათ შორის ისეთი ცნობილი კომპანიების შესახებ, როგორიცაა Amazon, Booking, Google, ამ კომპანიებში საკმაოდ ბევრი ჩემი ნაცნობი მუშაობს და მათგანაც იგივე მესმის, რომ ყველაფერი იდეალურად არც მათ არ აქვთ. ყველგან არსებობს შემორჩენილი ძველი სისტემები, რომლის გადაწერაც უბრალოდ არ უღირთ. ხან იმიტომ, რომ დატვირთვა აღარ არის დიდი, ზოგჯერ ძალიან ძვირი ჯდება და უღირთ იყოს ის, რაც არის. აღარ განავითარონ და არსებული გამოიყენო. შესაბამისად, აქ სადემონსტრაციოდ ერთგვარი ჰიბრი დავხატე, რომ გვაქვს ახალი მიკროსერვისები და ერთი დიდი ძველი ბაზა, თუ გინდათ API, რომელიც ისტორიულად მოყვება. ყოველთვის ყველაზე სწორი მიდგომაა მოდერნიზაცია გავაკეთოთ იქ, სადაც მართლა გვჭირდება. არ შეიძლება რადიკალიზმში გადავარდეთ და დავიწყოთ ისეთი სერვისების გადაწერა, რომელშიც არც ცვლილებები შედის და არც დიდი დატვირთვაა. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ უაზრო ხარჯებს ვიღებთ. სერვისი, რომელსაც წელიწადში ერთხელ ვიყენებთ და ცვლილებები არ შეგვაქვს, მიკროსერვისული იქნება თუ ხაზის რადიოზე იმუშავებს, დიდი აზრი არ აქვს. დაუბრუნდეთ არქიტექტურას და ეს ჩვენი სერვისები დაახლოებით ესე უკავშირდებიან ერთმანეთს, როგორც სლაიდზე ჩანს. შუაში, რა თქმა უნდა, Kafka დგას ან RabbitMQ, ეს თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. აქ იზოლაციაში იგულისხმება ის, რომ როდესაც რომელიმე სერვისი გაფუჭდება, სერვერი გაითიშება, ბაგი აქვს და აღარ ირთვება, ეს პრობლემები ექმნება მხოლოდ კონკრეტულ სერვისს და დანარჩენი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. სისტემა არის დანაწევრებული და თუ მაგალითად 4 სერვისი გაქვს და ერთი გაფუჭდა, შენი სისტემის მხოლოდ 25% ჩერდება და დიდი შანსია შენი მომხმარებლების მხოლოდ 10%-მა შეამჩნიოს, რომ 25% სისტემის არ მუშაობს. მონოლითისგან განსხვავებით, სადაც თუ რაიმე გაფუჭდა, სისტემის 100% ითიშება და მომხმარებლების 100%, ვინც კონკრეტულ პერიოდში იყენებს სისტემას ამჩნევს პრობლემას. შემდეგი არის მასშტაბირება. გადავიდეთ მიკროსერვისების მასშტაბირებაზე. მასშტაბირების იდეა ყველგან ერთი და იგივეა. იქნება ეს მონოლითი თუ მიკროსერვისები. გავიაროთ აქაც იგივე სცენარი, რაც არის შავი პარასკევი და გვჭირდება სესხების სერვისის მასშტაბირება. პირობითად ახლა ვთქვათ, რომ ეს სერვისები უკვე $1000 სერვერზე დგას $3000-ის ნაცვლად, რადგან სისტემა უკვე დაშლილია და აღარ გვჭირდება კონკრეტულ სერვისისთვის ძალიან ძლიერი სერვერი. აქაც ვაკეთებთ იგივეს, ვაკოპირებთ ჩვენ სერვისს, ვამრავლებთ სამად და ვაკეთებთ მასშტაბირებას, მაგრამ ვაკეთებთ მხოლოდ ამ სერვისის მასშტაბირებას და დანარჩენი სერვისები უცვლელად რჩება. გვეზოგება ამით საკმაოდ დიდი თანხები. ასევე ორი სიტყვით კიდევ ახსენოთ პასუხისმგებლობა და ვიზუალურად უფრო ნათლად რომ იყოს სლაიდზე, კარგად ჩანს მიკროსერვისებში, რამდენად კარგად არის პასუხისმგებლობა გადანაწილებული. გვაქვს 4 ჯგუფი, 4 სერვისი და არ ჩნდება კითხვა, მაგალითად სესხების სერვისი თუ არ მუშაობს, ვისი გასასწორებელია ან ვინ არის ამ ფუნქციონალზე პასუხისმგებელი. კონკრეტული სერვისებია, მუშაობს თქვენი დამსახურება, არ მუშაობს თქვენი ბრალია. ეს დიდ კომპანიაში ძალიან ჭირს და ასეთი მიდგომა ძალიან კარგ გარემოს ქმნის არა მარტო ტექნიკურად, არამედ ადამიანურადაც, როდესაც გუნდებს არ უწევთ ერთმანეთთან გარკვევა რაიმე ინციდენტის ბრალეულობის.
როგორც უკვე გითხარით, მიკროსერვისებსაც აქვს მინუსები და სწორედ ეხლა ვაპირებ ამ მინუსების გარჩევას. გადავიდეთ ახლა მიკროსერვისების მინუსებზე. რა თქმა უნდა, მიკროსერვისებს აქვს მინუსები, არ არსებობს იდეალური არაფერი. და ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ და გავაანალიზოთ, რამდენად გვიღირს და გვჭირდება ეს მიდგომა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ტექნოლოგიებს ვიყენებთ ამოცანიდან გამომდინარე და მხოლოდ მაშინ, როცა ტექნოლოგიას მოაქვს მეტი ბენეფიტი, ვიდრე ზარალი. ეხლა გავიაროთ მინუსები და მარტივად ავწონოთ გვიღირს ის ბენეფიტები, რაც მოაქვს მიკროსერვისებს იმ მინუსებთან მიმართებაში, რაც ასევე მოყვება. პირველ რიგში გავიხსენოთ, როგორ გამოიყურებოდა ჩვენი მონოლითური არქიტექტურა. ჰქონდა ფრონტი, ბექი და ბაზა. ეხლა გვაქვს დაახლოებით ესეთი არქიტექტურა, გვაქვს ფრონტი, გვაქვს API Gateway, გვაქვს 4 სერვისი, legacy ბაზა, შუაში Kafka. შევიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რაღაცეები გაგვირთულდა და პირველი სირთულე გნებავთ გამოწვევა, რაც გინდათ ის დავარქვათ, არის მონიტორინგი. რადგან მიკროსერვისებში თითქმის ყველაფერი ხდება HTTP call-ის დახმარებით, დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ქსელი, რომელიც არ შეიძლება შენელდეს. ამის ნათელი მაგალითია ცოტა ხნის წინ Cloudflare-ის ინციდენტი, რომლის დროსაც ნახევარი მსოფლიოს აპლიკაციებს პრობლემა შეექმნათ. კი, სხვა პრობლემა იყო, აქ კონკრეტულად ქსელის პრობლემა არ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ყველაფერი ფუჭდება, ყველაფერი შეიძლება გაფუჭდეს. შესაბამისად, როდესაც 4-ის ნაცვლად 500 ან 1000 სერვისი არის სამონიტორინგებელი, ეს პროცესი რთულდება. მაგრამ ეს არის მიღებული პრაქტიკა. ამისთვის არსებობს ბევრი ხელსაწყო და ჩვენ თუ გვინდა მდგრადი სისტემა, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ. შემდეგ გამოწვევა სირთულე არის კომუნიკაცია სერვისებს შორის. როდესაც ყველაფერი HTTP call-ით ხდება, ნებისმიერ ნაბიჯზე შესაძლებელია კავშირის გაწყვეტა. შესაბამისად, გვირთულდება პოვნა რეალურად სად შეფერხდა პროცესი. ადრე მონოლითში ჩვენ ერთმანეთის მეთოდებს ვიძახებდით ეგრეთ წოდებული მეთოდ კოლების დახმარებით, რომელიც ხდებოდა პროექტის შიგნით პროცესორის დონეზე. ეხლა ყველაფერი HTTP call-ზე, ანუ remote call-ზეა გადასული. შესაბამისად, პროცესი რთულდება. ასევე დიდი პრობლემაა სინქრონიზაცია. როდესაც გაქვს რთული ტრანზაქციები, როცა გიწევს რამდენიმე ბაზაში მონაცემების დამატება, განახლება ან წაკითხვა, ამ პროცესის დალაგება მიკროსერვისებში ბევრად რთულია ვიდრე მონოლითში. გავიაროთ ერთი პატარა სცენარი. მაგალითად, ფრონტიდან მოთხოვნა გაიგზავნა gateway-ში, gateway-მ მიმართა სესხების სერვისს, სესხებმა გააკეთა ჩანაწერი ბაზაში და ასევე გააგზავნა ივენთი Kafka-ში. და ანგარიშებმა მიმართა ბაზას, რომელშიც ჯერ Kafka-დან წამოსული ივენთი არ არის ჩავარდნილი. იმიტომ რომ ანგარიშების სერვისმა ვერ მოასწრო Kafka-დან წამოსული ივენთის დამუშავება. ეს ცოტა უტრირებული მაგალითია, მაგრამ იდეას მიხვდებით. აქ შემოდის SAGA პატერნი. SAGA გვეხმარება, რომ ჩვენი ტრანზაქციები ისე დავალაგოთ, რომ ავწდეთ ჩემს მიერ გავლილ სცენარს და არ მოხდეს რომელიმე ნაბიჯზე ინფორმაციის დაკარგვა და დავიცვათ ტრანზაქციის თვლიანობა. SQL ბაზების შემთხვევაში უკეთესად არის საქმე, სადაც ტრანზაქციის ცნება არსებობს, მაგრამ non-SQL ბაზებში კიდევ უფრო რთულდება ტრანზაქციის თვლიანობის შენარჩუნება და ამაში SAGA გვეხმარება. მაგრამ სწორედ ამიტომ არის, რომ პროგრამისტები, ინჟინრები, რომლებიც მიკროსერვისებზე მუშაობენ, მათ თხოვენ მეტგამოცდილებას, უხდიან მეტ ხელფას, იმიტომ რომ სწორედ ასეთი შეცდომების მალე პოვნა შეუძლიათ, რაც რა თქმა უნდა დიდ შრომას და ცოდრას მოითხოვს, რომ პროდაქშენზე რამე რომ მოხდება, მაშინ არ დაიწყოს პროგრამისტმა Google-ა და უკვე გამოცდილებით შეძლოს პრობლემის გადაჭრა. შემდეგი სირთულე არის დებაგი. სინქრონიზაციიდან გადავიდეთ დებაგზე და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მონოლითი. როდესაც მონოლითში ხდება შეცდომა, ეს შეცდომა შეიძლება იყოს ან ბექში, ან ბაზაში. შესაბამისად, დებაგი მარტივია, ერთ ადგილას ვეძებთ პრობლემას. მაგრამ როცა პრობლემა არის მიკროსერვისებში, ვიწყებთ დებაგს. მერე კოდში ვხედავთ, რომ ეს call-ი სად მიფრინავს სხვა სერვისში, იმ სერვისიდან კიდე სხვა სერვისში და ეს პროცესი ძალიან რთულდება. ამაში უკვე გეხმარება trace log-ები. trace log-ები ლოგირების ვიდეოში კარგად მაქვს ახსნილი და თუ არ გინახავთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. რომ შევაჯამოთ მიკროსერვისების მინუსები, ესენია მონიტორინგი, კომუნიკაცია სერვისებს შორის, სინქრონიზაცია, დებაგი. ეს ის თემებია, რომელიც უნდა გავაანალიზოთ და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა კონკრეტული სისტემის დაშლა. ეხლა დავიწყებთ უშუალოდ მიგრაციაზე და გადასვლის პრინციპებზე საუბარს და იქ ბევრად მარტივი გახდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მივედით ახლა მთავარ თემაზე. ეს არის მიგრაცია. როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენი სისტემის დაშლა და მიკროსერვისებზე გადასვლა? პირველ რიგში ჩვენი მონოლითური არქიტექტურა ცოტა გავშალოთ და ერთი ბექენდის ნაცვლად გქონდეს
არხების სერვისი, სალარო სერვისი, მაღაზიების მოდული, სერვისი, პრობლემური სესხების მოდული. მოკლედ, ჩავშალოთ ჩვენი სისტემა მოდულებად და მივიღოთ ბევრი ბექენდი. ასეთ შემთხვევაში რომ დავსვათ კითხვა, არის ეს მიკროსერვისული მიდგომა თუ არა. ერთი შეხედვით სისტემა დავშალეთ, ადრე ერთი ბექენდი გქონდა, ეხლა ბევრი გვაქვს. პასუხი არის არა. ეს არ არის მიკროსერვისები. ამას ქვია distributive monolith, ანუ გადანაწილებული მონოლითი. და ასეთი მიდგომით ვიღებთ ბევრად დიდ პრობლემებს, ვიდრე გქონდა. ადრე თუ ერთ ადგილას ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას, ეხლა ბევრ ადგილას ვერ მივიღებთ. ადრე თუ სისტემა ერთ ადგილას გვეთიშებოდა, ეხლა სადღაც 10 ადგილას გაითიშება, მაგრამ სისტემის მაინც 100% გაგვეთიშება. მოკლედ რომ ვთქვათ, გადანაწილებული მონოლითი არის ის დიდი პრობლემა, რომელიც არასდროს არ უნდა დავუშვათ. თუ თქვენ ახლა იწყებთ სისტემის დაშლას, თქვენ გაგიმართლათ, რადგან არსებობს ათასობით წარმატებული გამოცდილება. უკვე დაიდო ძალიან დიდი კომპანიების ისტორიები და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, არ გავიმეოროთ მათი შეცდომები და პირდაპირ სწორი მიდგომით მოვახდინოთ მიგრაცია. სულ არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი გუნდის სერვისი, რომ ჩაითვალოს მიკროსერვისად. ესენია: ერთი პასუხისმგებლობის პრინციპი, single responsibility. ერთი მიკროსერვისი აკეთებს მხოლოდ ერთ საქმეს და აკეთებს ამ საქმეს კარგად. რატომ არის ახლა ეს კრიტიკული? არასწორად დაყოფილი სერვისები სწრაფად გადაიქცევა ერთმანეთზე მიბმულ ქაოსად, სადაც ცვლილება ბევრად გართულდება, რადგან ერთი პატარა ცვლილება შეიძლება 5 სერვისში გახდეს შესატანი. მეორე არის ავტონომიურობა. მიკროსერვისი უნდა იყოს ავტონომიური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი კოდის განვითარება, ცალკე განახლება, deployment-ი, დამოუკიდებლად მასშტაბირება, მუშაობა ისე, რომ სხვაზე არ იყოს დამოკიდებული. რატომ არის ეს წესი მნიშვნელოვანი? თუ სერვისი დამოუკიდებლად ვერ ცოცხლობს, ვერ ახლდება, მაშინ სისტემა რეალურად ისევ მონოლითია, უბრალოდ ნაწილებად დაჭრილი. მესამე პრინციპი არის სუსტი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ მიკროსერვის დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მინიმალურად სხვა სერვისებზე და კომუნიკაცია ხდებოდეს მკაცრად გაწერილი პროტოკოლით. იქნება ეს API თუ event messaging-ი. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? Loose coupling-ი ქმნის მდგრადობას. ერთი სერვისის გათიშვა არ თიშავს სხვებს. დამოუკიდებლად ვითარდება, ტექნოლოგიაში არ არის შეზღუდული. ეს არის სამი პრინციპი, რომელიც უნდა დავიცოთ ნებისმიერი მიკროსერვისის გაკეთების დროს. თუ სერვისი აკმაყოფილებს ამ სამ პრინციპს, მაშინ ის არის მიკროსერვისი. პრინციპებიდან გადავიდეთ მიდგომებზე. არსებობს ასეთი მიდგომა Big Bang, რაც გულისხმობს ვაჩერებთ developments, ვაჩერებთ ბიზნესს და ყველა ვიწყებთ გეგმაზე მუშაობას. მთელი გუნდი ფოკუსირებულია მიგრაციაზე. ერთი შეხედვით კარგი იდეაა, როდესაც ყველა ფოკუსირებულია ერთ საქმეზე, იდეაში სწრაფად გაკეთდება ეს საქმე, მაგრამ ეს არის ყველაზე ცუდი მიდგომა, რომელსაც ძალიან ცოტა წარმატებული кейსი აქვს. როგორც წესი, შუაგზაში ჩერდება მიგრაცია და ვიღებთ გადანაწილებულ მონოლითს. ეხლა გავიაროთ, რატომ არ ვარგა ეს მიდგომა. პირველი არის დღევანდელ დღეს ბიზნესის გაჩერება, არაფერ კარგს არ მოგიტანს. 6 თვეში კონკურენტები შეგჭამენ. მეორე არის, როდესაც სისტემა ძალიან დიდია, ფიზიკურად ვერ განსაზღვრავს ზუსტ დედლაინებს. ვერ იტყვი, რომ ეს არის ჩვენი სისტემა და 18 თვის შემდეგ გადაწერილი გვექნება. არასერიოზულია, დღევანდელ დღეს 18 თვეში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, გეგმები შეგეცვალოს, რაღაცეები ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდა და საბოლოოდ განწირულია ჩვენი პროექტი წარუმატებლობისთვის. ასევე ამ მიდგომით ძალიან ბევრი მზარეული შემოდის ერთ სამზარეულოში და იწყებენ ერთმანეთის ხელის შეშლას. გადავიდეთ ახლა მართლა რეალურად სწორ და გამართლებულ მიდგომებზე, რომლითაც უკვე ათასობით კომპანია დამიგრირდა მიკროსერვისებზე და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, უბრალოდ ავიღოთ მათი გამოცდილება და არ დავიწყოთ ველოსიპედის გამოგონება. ეს არის თანმიმდევრული უწყვეტი პროცესი, რაც გულისხმობს შემდეგს. პირველ რიგში ვაიდენტიფიცირებთ კომპონენტებს, რისი გადაწერაც გვინდა. კიდევ ერთხელ რომ განმეორდეთ, არ შეიძლება ჩვენი თვითმიზანი იყოს რამის გადაწერა გადაწერისთვის. ამ გადაწერამ კონკრეტული ბენეფიტები უნდა მოუტანოს კომპანიას. ამიტომ ეს პროცესი არის ზედმიწევნით მნიშვნელოვანი, რომ დავაიდენტიფიციროთ სწორი სერვისები. ამისთვის არსებობს განსაზღვრული კრიტერიუმები და ესენია: სერვისი, სადაც ყველაზე ხშირად შედის ცვლილება. მეორე, სერვისი, რომელიც არის ყველაზე დატვირთული. მესამე, ტექნიკური ვალი, რომელიც აკმაყოფილებს მიკროსერვისის პრინციპებს. აქ იგულისხმება ძველი სისტემა, რომელშიც განახლებები ვეღარ შედის, იმდენად ძველია და პრობლემებს ქმნის, მაგრამ აკმაყოფილებს პრინციპებს და შეგვიძლია მოდერნიზაცია გავაკეთოთ. როგორ ვაკეთებთ უშუალოდ გადასვლას? არ არის საჭირო მკაცრი დედლაინები.
ვიღებთ თვალსაჩინო და გაზომვად პროცესს. ბიზნესი არ ფერხდება, რაც ყველაზე მთავარია. დედლაინების დარღვევა არ არის ძალიან დიდი პრობლემა. აქ იგულისხმება დღეები და არა კვირები და თვეები, რა თქმა უნდა. ვიწყებთ მიგრაციისთვის მზადებას. პირველ რიგში ტესტ кейსები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვისი გაიტესტოს იდეალურად, რადგან როდესაც აკეთებთ მიგრაციას და იძახი, რომ რაღაც კარგი უნდა გააკეთო, გაუშვა პროდაქშენზე და ძალიან ბევრი ბაგია, ასეთ შემთხვევაში მთელი პროექტი ხილს კარგავს. მეორე არის API კომპონენტების იდენტიფიცირება. ვიწყებთ ფრონტში ყველა იმ endpoint-ის იდენტიფიცირებას, რომელიც არის ამ სერვისის ნაწილი და გაგვაქვს API gateway-ში. არსებობს ერთი Strangler Fig პატერნი. Strangler Fig-ი არის, როგორც ვიდეოში ხედავთ, ხეს რო შემოეხო მეორე ხე თუ რაღაც არ ვიცი ქართულად რა ქვია ამას, მაგრამ მიხვდებით, რაზეც მაქვს საუბარი. და ვაკეთებთ ესეთ მარტივ რაღაცას. ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც უკავშირდებიან ფრონტს და მიმართავენ back-ს, ახლა უკვე შუაში მიმართავენ Strangler ფასადს, რაც რეალურად არის API gateway, სადაც ჩვენი კომპონენტები უკვე გატანილია, რომელიც დავაიდენტიფიცირეთ. ახლა უკვე ვიწყებთ მიკროსერვისის წერას, თავის ტესტ кейსებით და ყველაფრით. რაღაც მომენტში, როდესაც ეს მიკროსერვისი დასრულდება და გაიტესტება, ჩვენი ფასადიდან ამ კონკრეტულ კომპონენტს გადავრთავთ უკვე ახალ სერვისზე და აქედან იწყება უკვე მონიტორინგის ფაზა. ერთი თვე მაგალითად ვაკვირდებით, რომ ეს ახალი სერვისი კარგად მუშაობს და რომ დავრწმუნდებით ამაში, მხოლოდ ამის შემდეგ ვშლით ძველ კომპონენტს ძველი ბექენდიდან. შესაბამისად, ჩვენი ბექენდი ერთი სერვისით დაპატარავდება. შემდეგ სერვისზე ზუსტად იგივე ნაბიჯებით ვაკეთებთ. ვაიდენტიფიცირებთ, გადაგვაქვს ფასადში, ვწერთ სერვის, გადავრთავთ, ვაკვირდებით, ვშლით ძველ კოდს. ამით ვიღებთ სტაბილურ მიგრაციას და საბოლოოდ, როდესაც ყველა კომპონენტს გადავწერთ, ვიღებთ სრულად დაშლილ სისტემას, ან ნაწილობრივ, როგორც საქმე მოითხოვს. ეს მეთოდი არის გამართლებული და ეს მეთოდი მუშაობს. ასეთი მიდგომით უკვე გადამიგრირდა 10,000-ობით კომპანია და ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. ასევე სანამ დავასრულებთ, არის კიდევ ერთი-ორი რჩევა, რომელსაც კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ. პირველი არის მიგრაციის მომენტში ჯობია კოდი დავტოვოთ უცვლელი, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის. ჯობია რომ ჯერ დავმიგრირდეთ და როდესაც ეს სერვისი მოექცევა მიკროსერვისულ ავტონომიურ გუნდში, მერე უკვე ამ გუნდმა დაიწყოს ამ სერვისის მოდერნიზაცია და გალამაზება. როგორც უკვე ვთქვი, მიგრაცია უნდა მოხდეს რაც შეიძლება ნაკლები ბაგებით, თუ გვინდა რომ პროცესი წარმატებულად შეფასდეს. მიგრაციის პერიოდში ასევე არ არის რეკომენდირებული ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლა, ზუსტად იგივე მიზეზით. და ასევე იმიტომ, რომ კომპანიაში, სადაც დიდი ექსპერტიზაა ერთი ტექნოლოგიის მიმართულებით, ჯობია მიგრაცია ამ ტექნოლოგიაზე მოხდეს და მერე უკვე გუნდის შიგნით გადაწყვიტონ რა ტექნოლოგიაზე უნდა გადასვლა. რომ დავასრულოთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვლაპარაკობ, რომ ვიდეო რაც შეიძლება პატარა გამოვიდეს. ვიცი, რომ არავის უნდა ძალიან დიდი ვიდეოების ნახვა. რა თქმა უნდა, მიკროსერვისული არქიტექტურა ძალიან დიდი თემაა და 40 წუთში და ვერც 1 და 2 დღეში ვერ მოესწრება სრულად ჩაშლა დეტალების დონეზე. მაგრამ ამ ვიდეოს მიზანი არ არის, რომ პროგრამისტებს მიკროსერვისები აუხსნა ან ვასწავლო. ამ ვიდეოს მიზანია გამოცდილების გაზიარება არატექნიკური ხალხისთვის და მათთვის ზოგადი წარმოდგენის შექმნა, თუ რას წარმოადგენს მიკროსერვისული არქიტექტურა და რა ბენეფიტები და მინუსები მოყვება ამ მიდგომას. ასევე აუცილებლად მინდა შევეხო კითხვას მიკროსერვისები თუ მონოლითი. ამაზე ჩემი აზრი ასეთია: თუ თქვენ ხართ სტარტაპი და ახლა იწყებთ პროდუქტზე მუშაობას, მაშინ ცალსახად გირჩევთ დაიწყოთ მონოლითით. გააკეთოთ MVP, გატესტოთ თქვენი პროდუქტი და როდესაც გაამართლებს თქვენი სტარტაპი და გახდებით დიდი კომპანია, შესაბამისად გექნებათ რესურსი, რომ აიყვანოთ გამოცდილი დეველოპერები, ანალიტიკოსები, არქიტექტორები და გადაწეროთ თქვენი სისტემა. მაგრამ საწყის პერიოდში გირჩევნიათ მონოლითით დაიწყოთ. ასე ბევრად მოკლე დროში და დაბალი ხარჯებით მიიღებთ სასურველ შედეგს. დღეისთვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მანამდე თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ეს ნამდვილად მეხმარება. ნახვამდის.